დონალდ ტრამპის განცხადებით ვლადიმერ პუტინთან დენუკლეარიზაციაზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ამის გასაკეთებლად. თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, შეიძლება ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ლი ჯეიმიუნთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს ან არა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი 6 თვეში დასრულდება. NBC-სთან ინტერვიუში ვენსმა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ომი 6 თვეზე მეტხანს აღარ გაგრძელდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებები ეჭქვეშ აყენებს იმას, რომ რუსეთის ლიდერს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა სურს. ის პუტინს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გამართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ვოლოდიმერ ზელენსკისთან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა. ვოლოდიმერ ზელენსკის ცნობით კიტ კელოგთან შეხვედრაზე სამხედრო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილა. ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი უსაფრთხოების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა გლობალური სამხრეთის ქვეყნები უნდა გააერთიანონ. თუ ამერიკის დროშას დაწვავთ, 1 წლით ციხეში წაყვალთ. ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც იმ პირების მიმართ, რომლებიც შტატების დროშას დაწვავენ, პატიმრობას ითვალისწინებს.